მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ჩემო თანამემამულეებო საქართველოდან, რადგან მე საქართველოს მოქალაქე ვარ, როგორც იცით. მე გახლავართ ლეონიდ ჩერნოვეცკი. ვიმედოვნებ, რომ დღეს საძვალიდან ადგომისას და სამსახურში წასვლისას მოახერხეთ უბრალისთვის მადლობის გადახდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი, ვინც ჩემს რჩევებს ისმენენ, ბევრი მწერს, რომ მათ ძალიან დაეხმარა დილით ლოცვა. ეს ხომ მხოლოდ ორი სიტყვაა, მაგრამ უფალმა უნდა იცოდეს, რომ რაღაცისკენ მიისწრაფვით. იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია და ეს მას უნდა გაუზიაროთ. მან უნდა იცოდეს, საით მიმართოს ეს გრძნობა, თქვენს საქმიანობაზე თუ ახალი თანამდებობის მიღებაზე. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, უაღრესად მნიშვნელოვანი. ძალიან მეშინია, რომ საქართველო ჰომოსექსუალების ქვეყნად გადაიქცევა. დიდი კატასტროფა ელის და რაც ხდება საქართველოში, არა მხოლოდ ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რაშიც ერთულ მოსახლეზე ნარკოტიკების მოხმარების მხრივ მსოფლიოში პირველი ადგილი დავიკავეთ. წარმოგიდგენიათ, რა შეუძლიათ გააკეთონ ნარკომანებმა, თუ მათ ბავშვების გაუპატიურებისკენ აქვთ მიდრეკილება. საქმე ისაა, რომ ფაქტია, ადამიანები დაავადებიდან, ეს დაავადება, ან ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხდებიან პედოფილები. იქ მათ აუპატიურებენ და პრაქტიკულად ქალებად გადაიქცევიან. მინდა ეს კარგად იცოდეთ, იმიტომ რომ მე კრიმინალისტი ვარ და თუ ვცდები, შეიძლება შემისწორონ, მაგრამ ზოგადად სწორ რაღაცეებს გეუბნებით. ადამიანი მრავალი კომპონენტისგან შედგება. არის X-ი და Y-ი. ვთქვათ, ეს არის X-ი და ეს არის Y-ი. Y-ი უნდა ჰქონდეს ამდენი ერთეული, მგონი 18 არ მახსოვს, და X-ი მაგალითად 16. და როდესაც ისინი გაერთიანებულები არიან, მაგალითად 16-ისა და 18-ის თანაფარდობით, თქვენ მიიღებთ მამაკაც. თუ პირიქითაა, ან სხვა ინტერპრეტაციით, არ მახსოვს, Google-ში შეიხედეთ და ის ყველაფერს მოგიყვებათ. მაშინ თქვენ მიიღებთ ქალს. ლამაზ, სასურველ, საყვარელ ქალს. ხო და კაცი, თუ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ ის ყველა ასპექტში მამაკაცია, როგორც საწოლში, ასევე მეგობრობაში. ყველაფერი ნამდვილია, როგორც ამბობენ. სამწუხაროდ ზოგჯერ ცუდი ჩვევებით. და აი რა ხდება. თუ ადამიანს ციხეში დიდი ხნის განმავლობაში აუპატიურებენ, მას ჰორმონალური კომპონენტი ეცვლება. მას ნაკლები Y-ან X-ი ექნება. ჰორმონები გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირების პროცესზე. რუხნივთიერებაზე და ის პრაქტიკულად უკვე ქალია. არსებობენ პასიური პედოფილები, არიან აქტიურები. აქტიური ის არის, ვინც პასიურებს მისდევს, მათთვის სულ ერთია. სხვაგვარად, მაგრამ მე ძალიან შორს ვარ პედოფილიისა და ჰომოსექსუალობისგან. ამიტომ დაზუსტებით ვერ გეტყვით. რაც შეეხება ქალებს, არაფერი ვიცი, ჩემი აზრით, რომ ეს არ არის საშინელება და გაკურნება შეიძლება. ქალები როგორც წესი მოსიყვარული არსებები არიან. და აი რა ხდება, მეგობრებო. როდესაც ადამიანი დათვრება, უკრაინაში ამბობდნენ, ჩემთან მერიაში, როცა მერე ვიყავი, რომ ხშირად ვსვამდით, ხუმრობდით. ერთ-ერთი ხუმრობა იყო, არ არსებობენ უშნო ქალები, არსებობს არყის უკმარისობა. ეს სიმართლეა. და ახალგაზრდობაში მეც ვცოდავდი. მაპატიე უფალო და შემიწყალე. ბევრი ცოდვა მქონდა, ვინანიებ. მარტო ვცხოვრობ ბერივით, თუმცა, რა თქმა უნდა, ბერი არ ვარ. მაგრამ მინდა შევიცნო ღმერთი და რაც შეიძლება მეტი გავაკეთო მისთვის. მეტის გაკეთება მისთვის, ვიდრე ვაჩუქო ჩემი სული და თანაგრძნობა სხვების მწუხარების მიმართ. არ შემიძლია. ადამიანს უბრალოდ არ აქვს უფრო დიდი სიმდიდრე, ღმერთმა არ მისცა. ასე რომ,
ვიცი რომ განსაკუთრებით მთიან რაიონებში ხდება ხოლმე ბიჭების გაუპატიურება. და თანდათან ახლა ეს საკითხი ეკლესიებშიც წამოიჭრა. ეს მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც ხდება, მაგრამ არა ასეთი რაოდენობით, სადაც ქორწინებას კრძალავენ, იქ ყოველთვის ძირითადად უпростоრად აბსოლუტურ უმრავლესობაში ხდება ისე, რომ მარტოობის შესახებ ამ კანონს არ იცავენ. ადამიანი ასეა შექმნილი, მის სტრუქტურას ვერ დაარღვევ, მაგრამ ახლა ამაზე არ ვლაპარაკობ. მე იმაზე ვსაუბრობ, რომ ქალების რაოდენობა არ არის საკმარისი და ეს სასაცილო არ არის. ამიტომ ვიპოვე Google-ში და ძალიან გამიხარდა და ვაფასებ საქართველოს მთავრობას, რომელსაც ხშირად ვაკრიტიკებ, რომ 2024 წლის 4 სექტემბერს საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნის პედოფილიისა და სექსუალური შევიწროებისთვის მსჯავრდებული მოქალაქეების ელექტრონულ რეესტრს. წარმოიდგინეთ, კაცებო, ერთი წამით, რომ თქვენ წინ დგას ლამაზი ქალი, განსაცვიფრებელი და თქვენ არ ხართ დაქორწინებული, რადგან სულით ემსახურებით ღმერთს. დიახ, გსურთ ეს მანდილოსანი. ის კი უარს გეუბნებათ. თქვენი ყველა სურვილი გაქრება, ყველაფერი. რადგან ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია. ჩვენ ეს გადავწყვიტეთ კრიმინალისტიკაში ძერჟინსკის სახელობის ხარკოვის იურიდიულ ინსტიტუტში. ნორმალური მამაკაცისთვის არ არის დამახასიათებელი ისურვოს ქალი, რომელსაც ეს მამაკაცი არ სურს. არ სურს და მორჩა. სულში ყველაფერი ჩაგწყდება და დამთავრდა პრობლემები. მხოლოდ გიჟი ადამიანი, გიჟი, მას აქვს მენტალური პრობლემები, მაგრამ მე არ შემხვედრია მსგავსი. ყოფილა ძალიან სერიოზული ფსიქიკური დაავადებები. მე მოგიყვებით პედოფილზე. არა, პედოფილზე არა, მოძალადეზე. მე არ მინახავს პედოფილი. მე მას საკუთარი ხელით მოვკლავდი, ღმერთმა მაპატიოს. მე მას დავახრჩობდი. არ ვიცი. ასე რომ, თუ ნარკოტიკებით პირველები ვართ, მაშინ გარწმუნებთ, რომ ნარკოდამოკიდებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მიდრეკილია სექსუალური დანაშაულის ჩადენისკენ. საქართველოში კი ბავშვები კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ თუ შესაძლებლობა გაჩნდება, ჩავატარებ. ჯერ ქვეყანაში ჩამოსვლის უფლებას არ მაძლევენ. ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ ვერ წყვეტს, შემიძლია თუ არა თან წამოვიღო ის მედიკამენტები, რომლებიც სამინისტრომ დამინიშნა. რა თქმა უნდა, უსამართლობას დავძლებთ. მაგრამ ადამიანი, ვინც ამ საკითხთან შეხებაშია, ჯანდაცვას გულისხმობ. ჯანდაცვასთან ისე ახლოსაა, როგორც მეუფალთან. მართლა არ ვცდილობ მის წყენინებას, ის ალბათ საუკეთესოა. ასეთად დარჩეს. მაშასე ეს დაავადებაა. და ღმერთს მადლობა, პარლამენტში ვიღაცამ გააცნობიერა, რომ რეესტრი მაინც ყველა მოქალაქის კომპიუტერში უნდა იყოს. მაგალითად, თქვენ ცხოვრობთ სახლში, სოფელს ავიღებთ. იქ კოშმარი ხდება. ცხოვრობთ ბინაში და ვიღაც ცხოვრობს თქვენს გვერდით. ერთი ადამიანი. პედოფილები როგორც წესი ძალიან წარმოსადეგად გამოიყურებიან. ისინი როგორც წესი ბუღალტრებს გვარან. მოგრძალებულები, წყნარები. მაგრამ არა მხოლოდ გააუპატიურებს. მე ვიცი პრაქტიკა. მაქვს ჟურნალის საგამოძიებო პრაქტიკა. ოდესმე წაგიკითხავთ. ხოცავენ ამ ბავშვებს. აწამებენ, კუწავენ ნაჭრებად და ბჟავიან აბაზანაში ყრიან, რომ დაიშალოს. წყეული მციყვნენ. და ბოლოს მას შემდეგ, რაც 4 წლის წინ პარლამენტში პეტიცია შევიტანე და 20,000-ზე მეტი ხელმოწერა შევაგროვე, დღეს თქვენს ხელი მოაწერეთ ჩემი გამოსვლის ქვეშ. გეტყვით ამის თაობაზე. მე წარვადგინე კანონი, რომლის მიხედვითაც პედოფილები სამუდამოდ უნდა დაისაჯონ. როგორც ეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია მიღებული.
არ გსურს მკურნალობა. ეს დაავადება და არა დანაშაული. დანაშაული სისხლის სამართლის ქმედებაა. ეს წითელ შუქნიშანზე გადასვლაც კი არ არის. ეს ქურდობა, მკვლელობა, ცემა, არ ვიცი კიდევ რა არსებობს, ბევრი რამაა. მაგრამ ამ დანაშაულებისგან განსხვავებით, ისინი ბანალურია, მაგრამ ხშირად ხდება. როგორც წესი, შვილები ხოცავენ თავიანთ ხანდაზმულ მშობლებს, რათა უფრო სწრაფად მიიღონ ფული. ასეც ხდება. უუფალო ღმერთმა დაგვიფაროს. სწორედ ეს არის საშინელი, როდესაც მემკვიდრეობა იყოფა. ერთმანეთის ნათესავები თემიდან გადაუხვია. პედოფილია სულ სხვა რამეა. ეს ადამიანი პრინციპში თითქოს ნორმალურია. თუ გზის გადაკვეთა გიჭირს დაგეხმარება, ან შეუძლია ბებიას რაღაცის მოტანაში დაეხმაროს, მაგრამ ის გიждდება, როცა საყვარელ ბავშვს ხედავს. გიждდება. შეგიძლია თავზე იარაღი დაადო და უთხრა: ახლა გესვრი ბავშვს თავი დაანებე. არის ამას. შეშლილია. მე ცალკეულ შემთხვევებს ვიღებ და მაგალითს მოგიყვანთ როგორც გამომძიებელი. ეს დაავადება. სოფლიოში ყველამ განვითარებულ ქვეყნებში იცის ეს. 20 წლით ციხეში ჯასვით, 10 წლით. 20 წელს არც მისცემენ, 10-5 გამოვა და ისევ გააუპატიურებს. რადგან ასეთი ამისი ბუნება, ეს იგივეა, რაც კაცს ცოლთან ან საყვარელ ქალთან დაწოლის შესაძლებლობა წაართვა. ეს შეუძლებელია. პატარა ასაკში, ვისაც ახსოვს საკუთარი თავი ახალგაზრდა, გიждდებოდით კლასელების მიმართ სიყვარულით. შემდეგ კი იმათ მიმართ, ვისთან ერთადაც უნივერსიტეტში სწავლობდით. სიყვარული ისეთი ტკბილი გრძნობაა. შემდეგ დაქორწინდით და არ გიღალატიათ. თუმცა, მინდა უთხრა ყველა ქალს, ვინც დღეს მისმენს, რომ არ არსებობს მამაკაცი, რომელიც ცოლს არ უღალატებს. ასეა მოწყობილი სამყარო. ამავდროულად მას უყვარს თავისი ცოლი. აღმერთებს მას. მაგრამ ასე აჩვენებენ ამას რუსეთში ხმით. დალევს და ეს პრობლემაა. მაგრამ ქალები ასე არ ფიქრობენ. და იყოს ასე. ესე იგი არ ღალატობენ. მაგრამ მამაკაცები გამიგებენ, როცა ახლა პედოფილიაზე საუბარს გავაგრძელებ. ხოდამათ პატარა ბავშვების მიმართ ისეთივე მიზიდულობა აქვთ, როგორც ქალების მიმართ. ეს საშინელებაა და ისეთი ისტორიებია, ნამდვილი კოშმარი. და ახლა ერთ-ერთ მათგანს მოგიყვებით. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარება და ზარის ღილაკის დაჭერა. ჩემთვის რთულია გულწრფელად გეუბნებით, ჩემთვის ძალიან რთული გახდა მნიშვნელოვან თემებზე საუბარი. მაგრამ ეს ჩემი მოვალეობაა, ჩემი გამოცდილება უნდა გაგიზიაროთ. იმიტომ რომ მე ყველა მიყვარს როგორც ადამიანი. ასეთი ვარ. დიახ, რადგან მე საქართველოდან ვარ და ამ ამბავს ქართველებისთვის ვყვები. უფალო როდისღა ჩავალ იქ. სთხოვეთ ჯანდაცვის მინისტრს შემომიშვა სახლში. სხვათა შორის შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ პირდაპირ ჩემი პოსტის ქვეშ. მისი სახელი არ მახსოვს. ბატონო ღრმად პატივცემულო, შემოუშვით ჩერნოვეცკი თავის სახლში, მის მიერ აშენებულ სახლში, რომელიც ყველაზე ლამაზია საქართველოში. ყველამ, ვინც ქობოლეთიდანაა, იცის, რომ საქართველოში ასეთი სახლი კიდევ 100 წელი არ იქნება. ეს სასახლეა. და მე ერთი დღითაც კი ვერ ჩავდივარ. კოშმარია, კარგი. მოკლედ, მე შევთავაზე ის, რაც ევროპაში კეთდება. ქიმიური კასტრაცია. ანუ არ არის საჭირო სათესლე ჯირკვლების და სასქესო ორგანოს მოკვეთა. საკმარისია ამის მიღება. და აღარავინ მოგინდებათ. იცხოვრეთ და დატკბით ცხოვრებით. რადგან ყოველთვის შეგიძლიათ იბავოთ რაიმე საკეთებელი. რა თქმა უნდა, თქვენ მოკლებული ხართ უდიდეს სიხარულს, რადგან კაცი და ქალი ეს ნამდვილი ადამიანები არიან. ღმერთმა შექმნა ჩვენ
ქალი კი ჩვენი ნეკნიდან. ისე რომ ქალების გარეშე, ქორწინების გარეშე, კაცი ჯერ არ არის კაცი, ის ბიჭუნაა, თუნდაც 100 წლის იყოს. რადგან მხოლოდ ქალს შეუძლია შთააგონოს იგი ღვთის საუკეთესოდ მსახურებისკენ. ყველაზე გავლენიანი ბიზნესისთვის და ყოველთვის საუკეთესოსთვის. თუ რა თქმა უნდა, ქორწინება წარმატებულია. მე ეს კანონი შევთავაზე. არც კი მინდა ვთქვა, რა მიპასუხეს. ან მგონი საერთოდ არც მიპასუხეს. და მე ვფიქრობ, რომ ხელმოწერების შეგროვება ისევ გჭირდება, რადგან ისინი ისევ გამოდიან და თქვენ შვილებს აუპატიურებენ. ბავშვები კი ამაზე არ საუბრობენ. 3-4 შემთხვევის შემდეგ ამისთვის სპეციალური საშუალებები აქვთ. ბოდიში გიხდით ასეთი უსიამოვნო რაღაცების თქმისთვის, მაგრამ ამას უკვე როგორც გამომძიებელი ვამბობ. და ბავშვებს შეიძლება ეს მოეწონოს. მას შემდეგ ბავშვის ცხოვრება დაინგრევა. მთელი ცხოვრება დაგწყევლის, რადგან მამაკაცებს შეხედავს და არა ქალებს. თუ ამ საკითხის გამოწვევაში არ დამეხმარები, დაავადდება. ამიტომ დაში დაუკარი. ყოველ შემთხვევაში რეესტრი შეადგინეს, რათა სახლში, სოფელში მცხოვრებმა ადამიანებმა იცოდნენ, რამდენიმე სახლის მოშორებით არის პედოფილი. და შვილს ეტყოდნენ ამბიძიას, ტკბილეული არ გამოართვა, არ დაგინახო მასთან ერთად. ბავშვი იტყვის, მე მას არ ვიცნობ და არასდროს მინახავს. და თქვენ ამ ფოტოს ცხვირწინ დაუდებთ და ეტყვით, ეს ადამიანი მოჰკლავს. სხვა გამოსავალი არ არის. რასაც თქვენ მას ეტყვით, არგუმენტებს გაუზიარებთ, თქვენ შვილს სულ სხვა რამ არის. მაგრამ ისინი პედოფილები, მე ვმუშაობდი პედოფილებთან. სხვათა შორის ის ჩვენი პარტიული ორგანიზაციის მდივანი იყო. ის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის კათედრაზე იყო. კარგი ბიჭი იყო, კარგად მახსოვს. მაგრამ ძალიან მიგვირდა, რომ მის მაგიდაზე მისი გვარი იყო კოტიუკი. ის ყოველთვის ბედნიერი და გახარებული იყო. მას ბევრი ფოტო ჰქონდა ბავშვებთან ერთად გადაღებული. მეკითხებოდი, რა ფოტოებია ეს? ის არ იყოს დაქორწინებული. და აღმოჩნდა, რომ უყვარდა სხვადასხვა პიონერთა მანქანის სიარული. არასდროს მიფიქრია, რომ ადამიანი, რომელიც მე მომიწოდებს, რომ მთელი სულითა და გულით შევიყვარო ლენინი, ხრწნის ბავშვებს. ის მათ დიდად არ ხრწნიდა. ის მართლაც კარგი ადამიანი იყო. ეს ისეთი უნიკალური შემთხვევაა, ყოველთვის გეხმარებოდა. მაშინ თითქმის 40 წლის იყო. დაუცებ მოვიდა პოლიცია და დაადო ხელბორკილები. მთელს უნივერსიტეტში ატყდა სკანდალი, საშინელება. ცოტა წელი მიუსაჯეს. რა შრებოდა? ბავშვი დაინახავდა, კარიბჭეში იდგა, თითქოს ეწეოდა, არაფერს აკეთებდა. თუ ბავშვი გაივლიდა და ისეთ რამეს დაინახავდა, რასაც მე ვერ ვხედავ, რადგან მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და დღემდე მომწონს ქალები, მათი შეხედვაც სასიამოვნოა, ისინი ლამაზები არიან. ქალბატონები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშები არიან. ნებისმიერი ქალი ლამაზია, მაგრამ მე ფლირტი არ მიყვარს. არა. არა, აღარ მინდა. დაქორწინება. მოკლედ, სხვადასხვა წვრილმანებს აჩვენებდა. ლამაზ ანთებელებს ან სამკაულს. ბავშვი კი მას მიხვდებოდა. ბავშვი ეუბნებოდა, რომ სხვენში ბევრი ლამაზი სათამაშო ჰქონდა. ისინიც მიდიოდნენ. ეს კაცი მათ თავის სასქესო ორგანოს აჩვენებდა და ამით სიამოვნებას იღებდა. სხვათა შორის ბევრი ასეთი შემთხვევაა. შემდეგ ჰქონდა შემთხვევა, როდესაც განათლების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე დამიკავშირდა. ჩემთვის იმ დროს მაღალი თანამდებობა იყო. მაშინ 30 წლის ვიყავი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქმეების უფროსი გამომძიებელი. დახმარება მთხოვა. მას ჰყავდა მძღოლი. კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ქალებს
სადარბაზოებში სასქესო ორგანოს აჩვენებდა. ეს კი სკანდალია. შეიძლებოდა გაეგდოთ. მაშინ ხომ იყო პარტია. ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის რა არის ეს. კარგი მე მათ ისტორიას მოყვები, რომელიც ასაკზე არ არის დამოკიდებული. ერთხელ სიცხლის სამართლის საქმის, რომელიც პედოფილიას ეხებოდა, გამოძიება მომიწია. უბრალოდ არაკეთილსინდისიერი იქნებოდა იმის თქმა, რომ ბოლომდე გამოვიძიე. მაშინ მე ეს მილიციის საქმე იყო. პოლიცია არ იყო, მილიცია იყო. და გაუპატიურების საკითხზე დამებარეს. ანუ თავდაპირველად საქმე პედოფილიის კი არა, გაუპატიურების გამო აღიძრა. თუმცა ორივე იყო. გოგონა ინსტიტუტიდან 11-ზე ან 12-ის ნახევარზე მოდიოდა. ჩვენ გვაქვს ბორისპოლი, პატარა კიევის გვერდით. ნორმალური ქალაქია. ის გოგონა რკინიგზის ლიანდაგების გზით მიდიოდა. ის კი მას თავს დაესხა და გააუპატიურა. მას საკმარისი ფანტაზია ჰქონდა. უბრალოდ დაასახიჭრა გოგო, იმიტომ რომ გაუპატიურებული ქალი უზარმაზარ ფსიქიკურ პრობლემებს გარიცდის. გარდა ამისა, წარმოიდგინეთ, ის ქალიშვილი იყო. ლამაზმანი 15 ან 14 წლის არ მახსოვს. სკოლაში ფრიადოსანი, ინსტიტუტში ადრე შევიდა. ძალიან კარგი იყო. დილის 4 საათამდე აუპატიურებდა. შემდეგ შესთავაზა, რომ სახლამდე მიაცილებდა. ის უკვე გამოფხიზლებული იყო. გოგონა მის იმდენად კარგად აღწერა, რომ მას დიდი სახელწერი ჰქონდა, დაახლოებით 25 წლის იყო. რომ მოვიპოვეთ, მთელი მილიციის ძალები, ასობით ადამიანი მის ამოცნობაზე იყვნენ მობილიზებული. რადგან სადღაც ახლოს იყო. იქ ბევრი საერთო საცხოვრებელი იყო მუშებისთვის. და ჩვენ ის ვიპოვეთ. და პორტრეტი ზუსტად ემთხვეოდა მას. მე არასდროს მინახავს მსგავსი რამ, მაგრამ უფრო მეტიც ზუსტად იდენტური კაცი მომიყვანეს. კი რაღაც ციხეში ჩავსვი. მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს უსამართლობა იქნებოდა. ის ნორმალური ადამიანი იყო. მაშინ შემეძლო ნებისმიერი ჩამესვა ციხეში. 70-იანი წლები იყო. მე მქონდა დაკავების ორდერი. გაიშვირეთ თითი, ნებისმიერის დაკავება შემეძლო. დააფასეთ თავისუფლება. ახლა სამწუხაროდ ის კრიტიკის გამო იჩაგრება. მაგრამ მე არავის ვაკრიტიკებ. მე ყველაფერს ისე ვამბობ, როგორც არის. ოდა ვკითხე. რა გჭირს? ჯანმრთელი, სიმპათიური ბიჭი ხარ. ტანადი იყო. რატომ აუპატიურებ? და თან აღმოჩნდა, რომ არასრულწლოვანს. მაგრამ მას არასრულწლოვანები არ უნდოდა. ზრდასრულებს აუპატიურებდა და მიპასუხა. წარმოგიდგენიათ ბატონო ლეონიდ, როცა არ ვსვამ, ასეთი რამ აზრადაც არ მომდის. როცა ვთვრები, შეპყრობილი ვარ. ეს არის პასუხი. და მიიღეს კანონი, რომელმაც ჩვენს ქართულ პოლიციას ავალდებულებს გამოაცხადოს, ასეა სოფლის ყველა ქვეყანაში სად არის ეს პედოფილი. ისინი ბევრნი არიან. როგორ წარმოვადგინო? ეს ისე, რომ მთავრობა ან პარლამენტი არ შეურაცხმყო. იქ სადღაც პედოფილები შეკრებილან. ისინი ბლოკავენ კანონს, რომელიც ეჯგარეშია. მოაწერეთ ხელი ქვემოთ, დაწერეთ კომენტარი. რა აზრის ხართ ამაზე? და ბოლოს იმავე პოლიციის მინისტრმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა, დაწერა, რომ ოქტომბრისთვის 15 ან 20 რიცხვებისთვის თქვენ, ჩემო მეგობრებო, გექნებათ ეს რეესტრი. დღეს რა თარიღია? რეესტრი არ არსებობს. მეშინია, რომ კანონსაც დამარხავენ. რადგან რეესტრის შემდეგ პირველ რიგში გაცილებით ნაკლები ტანჯული ადამიანი იქნება.
страдающих людей. დაგვეხმარეთ მკვლელობების თავიდანაცილებაში. ეს საშინელება, რადგან კლავენ სულს საქართველოს შეიძლება პედოფილების ქვეყნად გადაიქცეს. არ მინდა შეგაშინოთ. უბრალოდ ახლა მოგიყევით, რას ვაკეთებ საქართველოში. კანონებს წარვადგენ. ახლა არა, რადგან ვხედავ, რომ პარლამენტმა საერთოდ რეაგირება დაკარგა ჩემზე. ვინ ვარ მე რა, რომ მეტმა ადამიანმა მომსახმა ვიდრე სააკაშვილს და ივანიშვილს ერთად. სამჯერ ვიყავი პარლამენტის წევრი და ორჯერ კიევის მერი. მაგრამ ეს დამავიწყდა. არ მაინტერესებს თანამდებობები ან ფული. მაქვს თემა, რომელიც შთამაგონებს. მინდა ერთგულად ვემსახურო ღმერთს და გამოვიყენო მენეჯერის ნიჭი, რომელიც მან მომცა. იმიტომ რომ ბევრ ადამიანს სურს დახმარება. მაგრამ ამის გაკეთება ისე რომ ჩვენი ფონდი ფაქტობრივად ერთადერთია საქართველოში. და ამ სფეროში თაღლითობა კლევა მუდმივად ტარდება რუსეთში. უზარმაზარია. რადგან და ზოგიერთი ადამიანი პარაზიტირებს. ისინი იღებენ ფოტოებს Google-დან, კომპიუტერში გამოდებენ. ცოტა ხნის წინ ვიღაც მომღერალმა ჩვენი პოსტი გამოაქვეყნა და მხოლოდ თავისი ანგარიში მიუთითა. ჩვენ სიმართლეს ვაჩვენებთ და ვუჩივლებთ, რადგან ისინი აღარ გვაძლევენ მშვიდად ცხოვრების საშუალებას. ჩვენ გავდივართ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ აუდიტს, რომელსაც ევროპის მრავალი ქვეყნის მთავრობაც კი გადის. რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი კაპიკი, არც ერთი თეთრი არ დაიკარგოს ტყუილად, რადგან ის გულით გასცეს. ძირითადად ღარიბი ადამიანები ეხმარებიან ერთმანეთს, რომ იცოდეთ. ჩვენი შემომწირველთა 90% ღარიბი ხალხია. მათ იციან რა არის უბედურება. მე ყოველთვის თხოვ ღმერთს, არა მხოლოდ სიბრძნეს. ჩემს ასაკში ყველა არ არის ბრძენი. თქვენ ეს იცით. მე ვთხოვ მას თანაგრძნობასაც. მომეცი უფალო თანაგრძნობა რა შეიძლება მეტი, რათა არ დამავიწყდეს ის ადამიანები, რომლებსაც ვეხმარებით, რათა თანაუგრძნობდე იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან, როცა დახმარებას ვთხოვენ. და ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს ტკივილი შევუმსუბუქო მაინც. ყოველთვის ვერ ხერხდება ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ბევრი შემთხვევა გვაქვს, რომლებისთვისაც ვცხოვრობ. იცით ყველაზე დიდი რამ, რაც გამიკეთებია, არ არის მილიარდი დოლარი, რომელიც გამოვიმუშავე. არამედ ის, რომ უცნობ ადამიანს დავეხმარე. მთელი აზრი იმისა, რასაც ვაკეთებ და რითიც მოგმართავთ, არის ის, რომ ყველას სჭირდება დახმარება. ეს ნათელია განსაკუთრებით ბავშვებს და მშობლებს. მშობლებს 100%. ისინი, ვინც მშობლებს არ ეხმარებიან, არ ასრულებენ ღვთისმცნებას და ძალიან მკაცრად დაისჯებიან. მაგრამ ყველაზე დიდი სიკეთე, რაც შეიძლება გააკეთოთ და რასაც იესო ითხოვს, გაუწოდე ხელი უცნობ ადამიანს. თქვენ არასდროს გინახავთ ისინი და ვერასდროს გაიგებთ მათგან მადლობას, მაგრამ ღმერთი გადაგიხდის მადლობას. და ვინც ეხმარება სხვას, იცით რომ მისთვის ყველაფერი იცვლება. ქველმოქმედების წყალობით ჩემი უახლოესი ადამიანი სასიკვდილო სენისგან განიკურნა. ქველმოქმედების წყალობით შევიცვალე ჩემი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ბუნებით ყოველთვის მკაცრი ვიყავი და ასეთად დავრჩები სამუდამოდ, როცა საქმეს ამსახურს ეხება, მაგრამ ჩემს თანაგრძნობას საზღვარი არ აქვს, თუ სხვას ტკივა. დაგვიკავშირდით, ჩვენ დაგეხმარებით. დღეს მთელი საქართველო ჩემი ფონდი არ არის. წარმოდგენაც არ შეგიძლიათ, რა სამუშაო გავწიეთ ერთად, თქვენთან ერთად. თქვენი დახმარება კი სრულიად საკმარისია დაზარალებული ბენეფიციარების 90% საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
მე ასე ვთქვათ, რეზერვში ვარ. აქ ვარ და ჩემი ფულიც მაქვს, რომელიც უბრალოდ არ შემიძლია არ დავხარჯო. მაგრამ პრინციპში თქვენ 13 წელიწადში მოახერხეთ ისეთი ფონდის შექმნა, რომელიც არ არსებობს რუსეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში, რომელსაც შეუძლია ჩემ გარეშე იმუშაოს. მე აღარ ვარ საჭირო. შემიძლია ღმერთთან ხოლად წავიდე. ამ გაგებით სუფთა სულით და რა თქმა უნდა ილოცეთ. თუ არ გაქვთ ფული არა უშავს, ილოცეთ ღარიბი ადამიანებისთვის. და ნუ მისცემთ ნახთ ფულს, რადგან სამწუხაროდ ყველა ეს ოჯახი სასმელს ეტანება. სამწუხაროდ. უმეტესობას აქვს ნაკლოვანებები. არიან ანგელოზები და არიან ისეთებიც, ვინც ხშირად სვამს. ისინი თქვენგან მიიღებენ ფულს, შეკრებენ. ეს ხომ საქართველოა მეგობრებს, ნაცნობებს და დაიწყება. როდესაც ადამიანები ნასვამები არიან, ბავშვები ხდებიან ქვაბში, რომელშიც არის წყალი. ბავშვის აბაზანაში დასაბანად, ცხელი წყალი ხომ არ გაქვთ? ქვაბში მდუღარე წყლით. კიდევ ერთი ბავშვი ელექტროანძაზე აზრო და დენმა ისე ძლიერად დაარტყა, რომ ცეცხლი წაეკიდა და დაიწვა. ჩააქრეს, მაგრამ ხელები დაკარგა. ახლა კი მათ შორის ჩვენი დახმარებით მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ალბათ ჩემზე მეტი ფულიც აქვს. იმიტომ რომ პარალიმპიურ სპორტში მოხვდა. მან ტაეკვონდოს ვარჯიში დაიწყო. ძალიან წესიერი ადამიანი, მწვრთნელი, ღმერთმა დაუცოს. წინსვლაში დაეხმარა. ჯერ თურქეთში მოიგო, შემდეგ ინგლისში და ახლა აღიარებული ჩემპიონია. მთავრობამ არ დააჯილდოვა, უცნაურია. იქნებ იმიტომ, რომ ჩემი ფონდი დაეხმარა. კარგი, მებრძოლეთ. მაგრამ ბავშვს რატომ აწყენინეთ? ორდენს იმსახურებს. პრემიერ-მინისტრმა უნდა ააკოცოს. ტელევიზორში აჩვენოს, შეხედეთ. არ დანებდეთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ გამოსავალი არსებობს. და ის ღმერთშია, იმიტომ რომ როგორც ბრძენკაცები ამბობენ, ღმერთი სიყვარულია. გიყვარდეთ ერთმანეთი მეგობრებო. და არ დაუშვათ, რომ საქართველო ჰომოსექსუალურ ქვეყნად გადაიქცეს. წარმატებები, დამიჭირეთ მხარი, დაწერეთ. წარმატებები.